1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი ბოლო სიტყვა საკმაოდ რაციონალურად და გააზრებულად იყო შედგენილი. Я хочу сделать следующее заявление. Я ухожу в отставку. Пусть это будет, не реагируйте и не ругайте меня. Пусть это будет моим вкладом, если хотите, протестом моим против наступления диктатуры. Я всегда поддерживал и буду до конца моих дней поддерживать идеи перестройки, идеи обновления, идеи демократизации. И мы сделали великие дела на международной арене. Но я считаю, что это мой долг, как человека, гражданина, как коммуниста. Я не могу примириться с теми событиями, которые происходят в нашей стране, и с теми испытаниями, которые ждут наш народ. Я все же верю, диктатура не пройдет, что будущее за демократией и за свободой. Спасибо большое. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ზიად გამსახურდია საქართველოდან წასულ ყველა ქართველს სამშობლოში დაბრუნებისაკენ მიუწოდებდა. რუსეთის საკავშირო ტელევიზიის ყველა საინფორმაციო გამოშვება კი ცხინვალში მიმდინარე მოვლენების გაშუქებით იწყებოდა. Кенвали и в целом в Южной Осетии остаются напряженными. კერძოდ კი საუბარი იყო имაზე, თუ როგორ ცდილობდნენ ქართველი ბოევიკების საცხოვრებელ კორპუსებს და როგორ ჩაგრავდნენ მცირე ერებს. Вот взорвалась мина. Когда на тропе человеческой жизни кто-то закладывает ее, на ней может подорваться любой, кто окажется вблизи и грузин, и осетин, и русский. ამავდროულად კი თბილისში ცხინვალში დაღუპულ მილიციელებს ასაფლავებდნენ. სულ ქართველ მილიციელთა ჟლეტამ ისეთი მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა გამსახურდიას მიერ ცხინვალში შეყვანილი 4000 მილიციელი უკან გამოეთხოვა. ამასობაში ცხინვალელმა ოსებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რესპუბლიკად გამოცხადება განიზრახეს. ამას მოყვა ახლადარჩეული უზენაეს საბჭოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და გაუქმდა არა მარტო ეს დადგენილება, რომელთაც რესპუბლიკა იყო გამოცხადებული, არამედ გაუქმდა თვითონ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, ეს შეიძლება, ასე ვთქვათ, იურიდიულად სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პოლიტიკურად იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც პრაქტიკულად განავითარა შემდგომ ის ესკალაცია, რაც მოხდა, მაგრამ სრულიად სამართლიანად და კანონიერად გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია, რომელიც იყო დანაშაულებრივი წარმონაქმნი. და ამაში ჩვენ ხარი დაუჭირეთ, მაგრამ ხარი არ დაუჭირეთ იმაში, რომ მოდი რუსის ჯარი შეიყვანა და გავაფრთხილე, რომ რუსის ჯარით შენ წესის ვერ დამყარებ, ის რუსის ჯარი შემოგიტრიალდება საწინააღმდეგოდ მეთქი და სამწუხაროდ ასეც აღუხდა. 11 დეკემბერს, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება დაევალა რუსეთის შინაგან ჯარებს და ერთ-ერთი რუსი გენერალი იყო მიწვეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ხდომაზე და ტაშის გრივალში დამტკიცდა როგორც საქართველოში წესრიგის დამყარებლად. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იდამბესავიდა, იყო მურვან ნათაძე. Несущих свою трудную службу ცხინვალში რუსეთის სამხედრო ნაწილებთან ერთად, რომელიც ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო მოვალეობას ასრულებდნენ, ვაჟა ადამიანის ხელმძღვანელობით მერაბ კოსტავა საზოგადოება და სხვა შეიარაღებული ქართული ფორმირებებიც იმყოფებოდნენ. წმინდა ილემატის საზოგადოების გამგეობის წევრი ვაჟა რამდენიმეობა იყო გუშინ და გუშინ წინ აქვს. გუშინ წინ ქონდა მთელი დღის განმავლობაში ცნობა მოდიოდა იმის თაობაზე, რომ სოფელ ფლავის მიდამოებში ძალზე აქტიურობდა ოსი მოსახლეობა, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ახალგაზრდები. იყო ეჭვი იმისა, რომ გადაგქონდათ იარაღი, რადგან შეფუთული საგნები საკმარისად შანდა. ჩვენ არ ჩავთვალეთ ჩარევა საჭიროთ, ვინაიდან
მსგავსი მოსახლეობის მხრიდან ველოდეთ ელჩებს. გვიან ღამით მივიღეთ ცნობა იმის თაობაზე, რომ შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა ერთ-ერთ სახლში, სოფელ ფლავში. შეიკრიბა ერთ-ერთ სახლში და აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. ჩვენ გავგზავნეთ რაზმი და წავუყენეთ მათ მოთხოვნა აენთოთ შუქი, გაიღოთ კარები, დაეყარათ იარაღი, გამოსულიყვნენ და თავთავიანთ ოჯახებს დაბრუნებოდნენ. მათ ჩვენ წინადადებაზე გაგვიხსნეს ცეცხლი კარაბინიდან, ისე და აგრეთვე რამდენიმე თოფი. მოსახლეობის განიარაღების მცდელობის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ნაწილები მძიმე ტექნიკასა და ავტომატებს არც ერთი მხარისათვის არ იშურებდა. ამჟამად ხდება დავალება ხელი შეეწყო აგრესიისთვის ორივე მხრიდან, რომ თვალი დაეხუჭა, როდესაც ერთი მხარე ჩადიოდა დანაშაულს და მას ევალებოდა ამ დანაშაულის აღკვეთა, შესაბამისად იჩენდა ან პრორუსულ დამოკიდებულებას და ამის რუსების მხრიდან მადლობას იმსახურებდა, ხან ქართულ მხარეს პოზიციებს იცემდა და საქართველოს მხრიდან მადლობას იმსახურებდა, აკეთებდა ფულს ორივე მხრიდან, ქეიფობდა ორივე მხარესთან ერთად და პრაქტიკულად ქმნიდა იმის გარემოს, რომ ქართველებს და ოსებს ერთმანეთთან მისასვლელი გზები არ ქონოდა და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ იგივე ოსების არამადგენლები და იგივე ქართველების არამადგენლები როგორმე წინააღმდგომოდნენ ამას, ამ ჯარების მხრიდან იყო მათი მოქმედება შეზღუდული და არავის არ სურდა ჯანსაღად განვითარებული იყო პროცესი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ესკალაცია დიდი დღე იზრდებოდა, ჯერ ყოფილ პრობლემებზე წავიდა დაპირისპირება, შემდეგ რაზმები განხორციელდა, ორივე მხრიდან იარაღდებოდა ხალხი და შესაბამისად ეს იარაღის კალიბრი იზრდებოდა, უკვე გარკვეული მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა ორივე მხრიდან. უშუალოდ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარების საქმეება უშუალოდ გასცემდა ორივე მხარეს მიმართულებით განიარაღს და ნელ-ნელა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაზაბულება მოხდარიყო და რაც შეიძლება ჩაშლილიყო დიალოგი, ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობები. В результате поддержка законно избранного президента заметно ослабнет. ამავდროულად 1990 წლის დეკემბრის დასაწყისში ახლადარჩეულ უზენაეს საბჭოსა და გარე ოპოზიციას იგივე კონგრესისტებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ქვეყანაში ფაქტიურად ორი არჩევითი ორგანო არსებობდა. აქედან ერთ-ერთის უკან იგივე ეროვნული მოძრაობიდან მოსული ადამიანები იდგნენ და ახალი ხელისუფლების მიმართ კონკრეტული პრეტენზიები ჰქონდათ. კონგრესი უზენაეს საბჭოთან ითხოვდა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მანამდე ეროვნულ მოძრაობაში ერთობლივად ჰქონდა შემუშავებული, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში სრულ დეოკუპაციას, ითვალისწინებდა რუსეთის ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არა იმ უფლებამოსილების მიცემას, რომელიც გამსახურდიან მისცემას, ითვალისწინებდა იმას, რომ ერთობლივად უშიშროებას ფუნქციონირება შეწყვეტილი იყო და საქართველოს კგბ-ს ხელმძღვანელობა არ შეთანხმებულიყო მოსკოვთან. ითვალისწინებდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროება არ უნდა დაფინანსებულიყო მოსკოვიდან და ითვალისწინებდა გარანტიებს, რომ გამსახურდია, რომელიც იმ პერიოდში აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთთან და იმყოფებოდა კრემლში სტუმრად, არ წასულიყო სამოკავშირეო ხელშეკრულებებზე. ამის გარდა იყო ორგანიზაციული საკითხი, რომ მოგვეხდინეთ ჩვენი ურთიერთობების რეგლამენტირება. კონგრესისტები ახალი ხელისუფლების უფლებამოსილებას მისი საბჭოური შინაარსის გამო არ სცნობდნენ. ნელ-ნელა ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არამხოლოდ აკრიტიკებდა, არამედ უკვე დაუნდობლად ებრძოდა ახალ ხელისუფლებას, რაც მათ შორის ურთიერთ ანტაგონიზმს კიდევ უფრო ამძაფრებდა. Не против Росахуби не потому, что мы чувствуем с ними согласны, а он принципиально неприемлем для нас. Принципиально. დემოკრატიის უმციფარობა მაგაში გამოიხატება, რომ დემოკრატია რეალური არ არის და შენ დაპირისპირება არ კონტროლდები
ინსტიტუტების მიერ ან საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივი აზრი შენ კი არ გაკრიტიკებს, არამედ გებძვის. შენ რაც გინდა კარგად განწყობილი იყო, ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ შეიკავო თავი და შენს ბრძოლაზე არ გადახვიდე და მას უპასუხო 7 თქვათ არგო ყოლმდება ხომ ახლა თან საბჭოთა კავშირი თან კიდე შიგნით ეს ამბავი ხდება თან იარაღ საზღვარგარეთები მარტოპოლიტიკური ხარ იყო ეს დაპირისპირება რა ეგ ნაპოლეონი თქვა იცი ალბათ თქვა რომ ვიცით ჩვენ არჩევნებით მოვიგეთ რომ უდიდესი არამზადა უნდა იყო რომ აიღო ძალაუფლება რომელიც ქუჩაში გდია რას თვითონ აქ მაგრამ უნდა ქონდეს უდიდესი სულგრძელობა რომ მე შეიგარჩუნა ეს ხელისუფლება ურთიერთდაპირისპირების მორიგი გამწვევების დროს ეროვნული მოძრაობის ორივე ბანაკმა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა გადაწყვიტა. ამას კი წინ ოპერის ბაღში ხედრიონისა და ირაკლი წერეთლის შიმშილობა უძღოდა, რომლის მიზანიც უზენაეს საბჭოსა და კონგრესისტებს შორის ურთიერთობის გარკვევა და ერთმანეთის უფლებების ცნობა იყო. ეს შიმშილობა 91 წელს დაიწყო, ესე იგი ოპერის ბაღში 200 კაცის ოდენობით მხედრიონელებმა დაიწყეს შიმშილობა, იქ შიმშილობდა მხედრიონი და ირაკლი წერეთელი ბატონ ჯაბასთან ერთად. მთავარი მოტივი ამ შიმშილობის იყო, რომ ახალ არჩეულმა უზენაესმა საბჭომ, ესე იგი დაიწყო მოლაპარაკება კონგრესის წარმომადგენლებთან, ამ ოპოზიციასთან. მოლაპარაკებათა ერთ-ერთი პუნქტი მხედრიონის განიარაღების შესახებ შეთანხმება გახლდათ, რომელიც კონგრესისტების სხვა პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყდებოდა. მხედრიონი კი იარაღს ხელშეუხებლობის მყარი გარანტიით დადებდა. ბუნებრივია განიარაღების საკითხი იდგა, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი პუნქტი ამ მოლაპარაკებების მე ხომ გეუბნები თქვენ რომ თავარი იყო რომ ეს მოლაპარაკება დაძრულიყო ადგილიდან და ესე იგი მოხდარიყო ერის განთლიანება. ლაპარაკი იყო გარანტიით განიარაღებას, რა. კი ბატონო, დავდეთ რომ გარანტიებია. მე ვერ გეტყვით, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან იყო ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ ეს მოხსნილიყო ეს პრობლემა. აღმოჩნდა ჩვენ შორის ხალხი, რომლებმაც ამ გარანტიის, სრულ გარანტიაზე უარი, ნუ თქვენ, ბოლომდე გარანტირებული ეს არ იყო. ეხლა იმათ ადგილზე მე მაინც დავაწყობდი იარაღს. მაგრამ იმათ არ დააწყეს, შენ ხელისუფლება ხარ, ხო? მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა შეგვექმნას სრული გარანტიები. ბატონო რაგის არ ქონდა მაშინ, ხო ძალმოსილება რომ მისი სიტყვა ყოფილიყო საკმარისი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ როდესაც მთელი ხელისუფლება იყო ანტაგონისტურად განწყობილი და პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირება მოხდარიყო. ძაფრი დაპირისპირების მიუხედავად, ეროვნული მოძრაობის ორმა ბანაკმა პარიტეტულ საწყისებზე კომისია მართლაც შექმნა. თუმცა 1990 წლის 13 დეკემბერს კონგრესისტებსა და უზენაეს საბჭოს შორის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი კვლავ ურთიერთ ბრალდებებში გადაიზარდა და უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა შედგა წევრთა კავშირის შენობაში, მაგრამ სამწუხაროდ არამერი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, იმიტომ რომ უზენაეს საბჭო არამერი კომპრომისზე არ წამოვიდა. კომპრომისზე წამოსულიყო იმ მხრივ, რომ ორივე ორგანოს, ორივე პოლიტიკური ჯგუფის უფლებამოსილების რეგლამენტირება მოხდარიყო. იმ ნაწილში, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვცნობდით, იმაში თავისუფალი უფლება მიგვეცა, რასაც არ ვცნობდით, გაგრძელებული იყო დიალოგი. და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების რაღაც მექანიზმი შემუშავებული იყო, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვერიდებინა სამოქალაქო დაპირისპირება. მათი მხრიდან დადგა საკითხი, რომ თქვენ საერთოდ არ არსებობთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში რაღაც დონით ვცნობდით მათ. რაღაც დონით ჩვენ ვცნობდით მათ. ისინი აცხადებენ, რომ თქვენ საერთოდ არ არსებობთ. არადა იყო იდგა საკითხები წამიდასა და ჩვენ ვეუბნებოდით, რომ გარკვეული პერიოდი იგივე პოლიტიკური ჯგუფები, ეროვნული მოძრაობის ჯგუფები, მათ შორის ჩვენი ორგანიზაცია ვითარებას ფლობს ქუჩაში, მაგრამ დაადგება მომენტი, როდესაც თუ მოინდომებს მოსკოვი, შესაძლებელია სხვა ძალები გამოიყვანოს ქუჩაში
და არ გამოვრიცხავდით, რომ ეს ძალები გამსახურდიას მომხრეები ყოფილიყვნენ და გარდუალ იქნებოდა სამოქალაქო დაპირისპირება. ზუსტად ასეც მოხდა. თუ კონგრესისტები ქუჩაში ვითარებას აკონტროლებდნენ, მთავრობის სახლის წინაც საპასუხო საპროტესტო კარვები გაჩნდა. საპირისპირო მხარეს უკვე მრგვალი მაგიდის მხარდამჭერი ქალბატონები და წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრები შიმშილობდნენ, რომელნიც მთავრობისათვის ნორმალური მუშაობის პირობებს და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ალაგუნვას ითხოვდნენ. დედაქალაქის ცენტრში კომიკური ვითარება და კარვების ქალაქი გაჩნდა, რომელიც რამდენიმე თვეში ორად გახლეჩილი საქართველოს ტრაგედიამ შეცვალა. საქართველოსათვის წამგებიანი პოზიციიდან გამომდინარე, ზვიად განსახურდიან ეროვნული გვარდიის შექმნა გადაწყვიტა. და საჭიროა 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ შინაგანი ჯარის იგივე ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. გულადი არჩეულია საბჭოთა კავშირის წინამძღოლში, საბჭოთა საქართველოში. ზვიად გამსახურდია იწყებს საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. და აი ამ პროცესში გვარდიის შექმნა, როგორც და ეს გვარდია თავიდან შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. კანონის საფუძველზე. გვარდიის შექმნა სამწუხაროდ კვლავ მთელი საქართველოს გაგებული იქნა როგორც პარტიული გვარდია და არა როგორც სახელმწიფოებრივი გვარდია, იმიტომ რომ იგივე ზვიად გამსახურდიას მომხრეებში გვარდიის გარდა კიდევ არსებობდა სხვა შეიარაღებული ფორმირებები, რომელიც გვარდიაში არ შედიოდა. ან თუ შედიოდა ფორმალურად და ინარჩუნებდა მაქსიმალურ ავტონომიას, იყო სხვადასხვა საზნოები, რომლებიც მოქმედებდა გამსახურდიას მითითებით და ის ადამიანები არანაირ ერთიან სტრუქტურაში არ ჯდებოდა. ამის მიღმა იყო უდიდესი უნდობლობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის. ბუნებრივია ეს უნდობლობა იარაღ-ასმული ხალხისთვის უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფეთქებად საშიში იყო, იმიტომ რომ ორივე მხარეს იარაღის არსებობა კონფლიქტის პირობებში ქმნიდა დაზიანებას. ეროვნული გვარდიის შექმნას 28 დეკემბრის დადგენილება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება უკონტროლო შეიარაღებულ ფორმირებებს გვარდიაში გაერთიანებას თავაზობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი კანონგარეშე ცხადდებოდნენ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგილს. აიკრძალოს რესპუბლიკაში კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და მოქმედება. წინადადება მიეცეთ კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებულ პირებს, ერთისთვის ვადაში ჩააბარონ იარაღის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებს. დადასტურდეს, რომ თუ ამ დადგენილების მეორე პუნქტში აღნიშნული პირები დათქმულ ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებანი. ქვეყანაში მოქმედი თითქმის ყველა ჯგუფურ პარტიული შეიარაღებული ფორმირება მცირე გამონაკლისის გარდა გვარდიას შეუერთდა. ხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი კი ოფიციალური სამხედრო სტრუქტურის შექმნასა და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ასე გამოეხმაურა. ეროვნული გვარდია ეს არის ნამდვილი ბლეფი. არავითარი გვარდია არ არსებობს საქართველოში. ეს არის იგივე მოსკოვის შინაგანი ჯარების გაძლიერების პროცესი. ჩვენ დავემორჩილებით მხოლოდ ისეთ ორგანოს, რომელიც იქნება მთელი ქართველი ხალხის მებისა და ინტერესების გამომხატველი. პირადად ვინმეს თუნდაც ზვიად გამსახურდიას ან სხვას ჩვენ არ დავემორჩილებით. ჩვენ ისე დავრჩებით, როგორც შევიქმნით. თუ ვინმე ჩვენს დაშლას მოინდომებს, ვურჩევ ილუზიებს თავი დაანებოს. მართალია სისხლი დაიღრება, მაგრამ ყველა მიცოდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის იარაღი ჩვენს ხელში გადმოვა. სხვა გამოსავალი არ არის. თუ რუსის ჯარს მოიშველიებენ, ჩვენ ტყეში გავალთ და იქედან ვიბრძოლებთ. გააკეთა ეს განცხადება, იცით რა, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც, ბოლოს როგორ მოიქცა ბატონი ჯაბა. აი ბოლოს როგორ მოიქცა. ჩვენ შეიძლება ბევრი, ასე ვთქვათ, ცოდვა ვთქვათ ჯაბაზე ან ბევრი შესწომაზე ვისაუბროთ, მაგრამ როგორც კი მას მიუკაკუნეს სახში, ის ხელებაწეული ჩაბარდა და მხედრიონის უმეტესობა ხელებაწეული ჩაბარდა, ერთი ტყვიაც არ გაუწვია.
საბოლოო ჯამში მოსკოვის პუტჩის შემდეგ ორად გახლეჩილმა გვარდიამ, რომლის შეიარაღებისთვისაც რუსეთი ფინანსებს არ იშურებდა, მართლაც მეხუთე კოლონის როლი შეასრულა. მისი სარდლის თენგიზ კიტოვანის კერძო ადამიანური მონაცემი კი საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა. მაგრამ ეს სარდალიც თავად ზუსტად გამსახურდიას გუნდის მიერ აღზევებული და ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. ქურდული სამყაროდან გამოსული თავისუფალი ნების ავტორიტეტი კი ხედრიონთან ერთად სახელმწიფო მანქანის წნეხისაგან გაქცევას შეეცადა. თუმცა შალმობა და ცნობილ ინციდენტამდე და მის დაპატიმრებამდე თვენახევრის განმავლობაში მის მიმართ ოფიციალური დადგენილებით დაპირებული ზომები არც სახელმწიფო მანქანას გაუტარებია. მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ადამიანების მტკიცებით ჯაბა იოსელიანთან იარაღის ჩაბარების მოთხოვნით არავინ მისულა. მე მინდა აღვნიშნო ის, რომ მაშინ სხვათა შორის არავინ არ მოსულა ჩვენთან, აბსოლუტურად არავინ არ მოსულა. აი წარმომადგენელიც კი არ მოსულა ჩვენთან, აი ამ დადგენილების თანახმად, რომ რაღაც ღონისძიებები ჩაეტარებინათ, ესე იგი ჩვენს მიმართ. ხედრიონთან მოლაპარაკება გარე ოპოზიციის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ნიშნავდა. რაც იმ პერიოდში გამორიცხული იყო. ამდენად ეროვნულმა ხელისუფლებამ ხედრიონისა და მისი ლიდერის გაუზრდელყოფის მიზნით რადიკალური ზომების მიღება გადაწყვიტა.